ვაგრძელებ ჯეტია ხუთში 1000 წელს განმავლობაში 10 მილიარდი შოვნას, მაგრამ ეს რა ხდებათო? ბოს ჩავარტყი თავში და გაითიშა რა ვიცი რა ჭირს რა. ой ბიჭო, ესმის ჩემი? აი, ვინ ხართ ბიჭო თქვენ? ხო არ დაბრიდეთ, ბოსი მოჰკლავთ. ალო, ბიჭო, წამოწე თავი აქ რო წამოწეკი აქ. მიგაწე ძმაკაცებს. ერთი წამი ძმა, რა ჩემ ძმაკაცებს რა ხდება აქ? ой! მოკალით ბიჭო, ეს უპატრონო. ცოცხალი ვარ ძმა, ცოცხალი. რა ხდება აქ რა ჯანდაბამი და ბიჭო კონძულზე გუშინ. ვახ. დაიცა მგონი მოძრაობს. გესმის ბიჭო ჩემი, ой? მესმის. აუ ბიჭო, ბოსი დაგვბრიდავს არა და გვითხრას რომ ცოცხალი აიყვანეთო რა. ჩემი არ გესმით? აი ცადე რაღაც გეუბნება მგონი. აი თავი წამოწია. ბიჭო, გესმის ბიჭო ჩემი? მესმის ხო თქვენ გესმით? აი დაიწყო ლაპარაკი ძლივს. გადავრჩით ორი ბოსი იმენა გაგიჟდებოდა რა. გაგიჟდებოდა და იქნებოდა შენებალი რო ჩაარტყი ამას თავში. ერთი წამი ძმა, სადა ვარ? არის სადა ხარ? რო ჩამოდიოდი ეფშტეინის კუნძულზე როგორი იყო? რა ეფშტეინის კუნძულზე ძმა, ჩემი კუნძულია, თქვენ ხო რუბერავ ჩემთხოვით, შალვა სად არის? ბოს შალვა ახსენა. შალვა საიდან ისწრებს? წამოდეგი რო გორაო ბაქტალაში ჩამოხვედი აქ აყროლე მთელი კუნძული რა. ოპა. აი ფეხზე დგომა შეძლებია. მოკეთე ბიჭო შენ. მომისმინე რა ჯანდაბა გინდა აქ შენ და შენ ძმაკაცებს ამ კუნძულზე მითხარით? რას ქვია რა ჯანდაბა მინდა, ჩემი კუნძულია. ჰალუცინაციებია გამძმას. ერთი წამი ძმა, რა გაცინებს, ჩემი კუნძულია მეთქი, თქვენ რა გინდა, აქ შალვა სად არის? შალვას? ვინ შალვას გულისხმობ? მექანიკი ვარ ვითომ? ხო, მაგ შალვაზე, სად არის თქვენი ბოსი? შალვა ჩვენი ბოსი? შენ მეღადავები? მე ვარ სამუელ ჯექსონი და მუშაობ დონალდ ტრამპზე, ამერიკის პრეზიდენტზე. და ეფშტეინზე. შენ ახლა ეფშტეინის კუნძულზე ხარ, იცი? აქ შემოაბიჯე უნებართოდ. დახოზე ჩვენი დასვისწავრები. პლუს მანამდე თვითმფრინავი მოიპარე. შენ ბიჭო თავი რაღაცას ხوار მიარწყია შენ დაშიმა ბიჭებმა, ჰა? რა ბიჭო? ახლა არიცია რა? რა ეფშტეინი ძმა, რა დონალდ ტრამპი, თქვენ რამეს ხوار მიარწყით, მაგრამ თავი დავე აძუძგეთ ახლა აქედან სანამ კარგად ახართ. ესე იგი აქ შალვასი არ არის არაფერი. ფრანკლინი ხო? კი ბოს, კი, ეს ფრანკლინია სხვათა შორის. ძალიან კაი ბოსი შენ ერთხელ საიძებს და შენ კიდე ბოსთან ნაკეთ მოხდი შენი ფეხით. ერთი წამი ბიჭო გამაგებინეთ. ეხლა სადა ვარ? ეფშტეინის კუნძულზე. რომელიც თანადაქვემდებარებაშია ტრამპთან. ვახ. მიღადაობით? მოკლედ, შენ და შენი ბიჭები აქ ჩამოხვედით, ატეხეს როლები, პლეუში ვინი დამინული ზღვა გაიარეთ, ესეც არ შეგჭებათ. წავაათრიოთ ახლა ეს იმაში რა ქვია ჩვენთან. რა ბოსთან. მოკლედ, ფრანკლინ, შენი დახმარება ძალიან მინდა, მაგრამ ძალიან შარში ხარ გაყოფილი. და ჩემი ბიჭები სად არიან? არ ვიცით. დაიცადე ერთი წამი, გუშინ აქ ჩემი ბიჭებთან ერთად ხო ვიყავი? შენი ბიჭები ჯანდაბაში წასულან, თავარია რომ შენ ყავხარ ახლა მუჭით დაჭერილი. მუჭი მოგხვდება ახლა მარჯვენა ყბაში შენ. გეყოთ ფრანკლინ, დაჯექი მანქანაზე, გენდუბი. წამოდი და ვილაპარაკოთ. ბოს, ფრანკლინი, ვიცი ეს რომელი ფრანკლინს არის? ბლეკ მომბელია რა? ბლეკ მომბა is number 1, რა თქმა უნდა, აბა რა და ბლეკ მომბის ყუთები შეიძენთ აუცილებლად, დარჩენილია ძალიან ცოტა. გუშინდელ ვიდეოში ჩემთან აი აქ იყო და ეხლა იქნება მაგის რეკლამო ჭრა და დღეს უკვე აღარ არის, იმიტომ რომ წავიდა. ძალიან ცოტა დარჩა მოკლედ. Black Mamba-ის ბოქსები, სადაც Black Mamba-ის სრული ნაკრებია შიგნით. და ამის შესაძენად აუცილებლად უნდა გადახვიდეთ აღწერაში მდებარე ლინკზე, ან კიდე შეხვიდეთ zarkushop.gz-ზე და პირველივე გვერდზე აჭერთ აი ამას. ნაკრებში არის Black Mamba-ის ბალაკლავა, Black Mamba-ის ჩანთა, Black Mamba-ის საათი და Black Mamba-ის პოპსოკეტი. ჯამში სათითაოდ ეს პროდუქტები რო იყიდო 165 ლარის არის დაახლოებით და 120 ლარად შეგიძლიათ ყველაფრის ერთად ყიდვა აი ამ ყუთში. აი უბრალოდ შეხედეთ ყუთიც კი რა ძირს კი აი Black Mamba-ია პირდაპირ ამაში ხედეთ. აი ეს უკვე დანიშნულია ვინმე ნათიას მიუვა ალბათ ხვალ თავის მისამართზე და მოკლედ. ვისაც შეძენა გსურთ აუცილებლად იჩქარეთ, იმიტომ რომ ეს ნაკრები არის რა თქმა უნდა ფასდაკლებული და არის ლიმიტირებული. ჩემი თხოვნა იქნება რომ ვისაც მოგივათ აუცილებლად გააკეთოთ ამ ყუთის unboxing-ი, დადოთ TikTok-ზე, მომნიშნოთ მე და აუცილებლად ყველა ვიდეოს დავარეპოსტებ და პირადად ნახავ ახლა. აქ რადევს ამ ფოტოებზეც არის აგერ ნაჩვენები და მოდი ახლა დღეიდან დაიწყო უკვე ჩვენი მერჩის არიგებები მთელი საქართველოს მასშტაბით და ეტაპობრივად ყველას მიგივათ. 1.50 ყუთი უკვე წასულია. 1.12 ყუთი ეს არის რაც ამ საღამოს შემოვიდა შეკვეთა და მოკლედ რა ეს ვიდეო რო დაიდება მე კიდე შემოვა და ესე იგი ხვალიდან ეს ყუთები დარიგდება მთელ საქართველოში. აჭერთ buy now-ს, ირჩევთ 12 წლიდან ზევითან 3-დან 12 წლამდე და განსხვავება მხოლოდ ბალაკლავის ზომებშია, დანარჩენი ყველა ერთ-ერთი სტანდარტული ზომაა. მაგალითად 12 წლიდან ზევით buy now, შეკავთ თქვენი მონაცემები, აუცილებლად მისამართი დაწერეს სწორად და დეტალურად.
მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი PayNow და შემდეგ ჩვეულებრივ გადაიხეთ ბარათით და კურიერი მოგიტანთ სადაც არ უნდა იყოთ. და ვისაც ბოქსი არ გსურთ კიდე ცალ-ცალკე ყველაფერი იყიდება რა თქმა უნდა ბალაკლავა საათი პოპსოკეტიც და ჩანთაც. ბოს, დარწმუნებული ხართ რომ მარტო გინდა თამას ერთად წასვლა? დარწმუნებული ვარ, ფრანკლინ ჭკვიანი კაცი არის გამკეთებელი არ არის. კი, ძმა. იარაღი დამოვაცალეთ. აუ, მე კიდე მაგის იმედი მქონდა. აქ დავждე ბიჭო? დაჯე. მოკლედ რა სპეციალურად გვერდით არ მსოვს, თვითონ მიჯდება გვერდით რო რაღაცა და მე არ ვესროლ, რამე არ გავაკეთო. ბოს, სასახლეში რომ მიხვალ დარეკეთ. აუცილებლად. წავედით ფრანკლინ. ხო, ანუ რას ვიძახდი? თვითონ არ დაჭდა საჭესთან, თვითონ როზის საჭესთან ძალიან დიდი შანსია, რომ რაღაცა მივქარო რამე და გადავაგდო რაღაც ეგეთი და მე როზი ვარ კიდე თვითონ აქ რა სადავები ხელში შეღებულთან იარაღები წაგვართვეს. ფრანკლინ მოკლედ იმათთან ერთად არ დაგელაპარაკე, სადმე შეაჩერე. ჰა? სადმე შეაჩერე მე ანგართან. კაი ძმაო, ეს რაღაცა მგონი მოსყიდულია თუ რა რეფჩალიჩობს, თო? აშკარად თავისი ბოსისგან მალულად უნდა რაღაცების გაკეთება. სულელები ხარ ჩემ და შენი ძმაკაცები. ძმა, ფრთხილად. აი, მარცხნივ შენობა შედი. აი, წამოვიდეთ აქეთ. როგორ ჩანს, ეს კუნძული, ოპა, ეს რა არის? ხო, გაბურებსტვენი ამათმა სხვაგან წადი. კაი ძმა, აქეთ წამოვალ ერთი წამი. ამას ახლა არ დავილაპარაკე, მაინც მანქანაში არ მინდა ან მოსასმენი არ იყოს ან რაღაცა, აი აგერ. აქ. გააჩერე. კაი ძმო, გადავიდეთ, წამოდი აბა. აჰა, მოდი. მოკლედ ფრანკლინ, ჯერ-ერთი პირველი უნდა გითხრათ რომ მაგარი სულელები ხარ ჩემ და შენი ძმაკაცები. მე მეორეც. ეს კუნძული თავიდანვე ჯეფრის იყო. მე კი ვიცი რომ აქ თქვენ ადრე დასახდეთ რაღაცებს მაიმონობდეთ, მაგრამ არც ამდეგობა გაგიწევთ არც არაფერი, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდა აქ ჯეფრი ეინშტეინი და მიტოვებული იყო. ეხლა დაბრუნდა, თავისი კუნძულია, თავის სახელზე, ამ კუნძულს თავი უნდა გაანებოთ. მიღადაობით ბიჭო, ანუ ის ვინ იყო აბა, შალვა კი არა და ის რა ქვია, ავგუსტინი. ავგუსტინი იყო ერთ-ერთი ხელის ფეხის კაცი რაღა იყო მარჯვენა ხელი მაგის რა, რომელიც შენ მოიცილი მაგისგან. და მე ეინშტეინი და მაგის სასტავი მე რატო არ დამიპირისპირდა? იმიტომ რომ თავრობის ხალხია გარეული. ამ წამს სასახლის პატრონი აქ და კუნძულის მეპატრონე დონალდ ტრამპია. დაიცადე, დონალდ ტრამპი აქ არის? ეხლა მივყავ მაგასთან სალაპარაკოთ. ის დაგელაპარაკება და დამიჯერე, რასაც გეტყვის ყველაფერი უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შენი ბიჭები დიდი ალბათობით უკვე მასთან არიან. მისი დაცვა მე არ მენდობა და მაგიტო არ მითხრას ეხლა. შენი ბიჭების ადგილს ამყოფელი. ეს ბიჭო რაღაცას აფერისტობს, თო? და შენ რატომ მეუნები მაგ ყველაფერს? მე ვასებით და მაგიტო Black Mamba is number 1. იტყვება ეს უეჭველი ბიჭო რაღაცას, რა Black Mamba is number 1. აი, რატომ უნდა აინტერესებდეს ახლა ამას ერთოდ Black Mamba-ის ბედი? დაჯექე მოკლედ და წავედით ბატონ ტრამპთან. მოკლედ რა, აი მე ნახო ვერ და ანუ შალვა აქ არავინ და არაფერი არ არის? არა. აბა რა ყველა ჩამოვედით აქ. აი არ მაინტერესებს, მაშინ უნდა წავიდე პირდაპირ, რა წავიდე აეროპორტში. შენ რა გონია ეხლა ბატონი ტრამპის და ეინშტეინის დაცვა აქ. დახოცე, აფეთქე რაღაცები, კუნძულ შემოუტე, ამაში პოლიციის რესურსი დაიხარჯა და ესე მარტივად გაგიშვებთ. ბიჭო, აქ რა ტყუილა ჩამოვედით, აბა მე ღადავები, ამდენ ხანს მცოდნოდა მაინც, მაგრამ ეინშტეინი ხომ მკვდარია ისე. ხო და ტრამპი არის თქვენ ხლა მართული ბიჭო, რა ვერ გაიგე? ეგავიგე, გასაგებია. ხო და დაჯექი და წავედით ბატონთან. მოკალედ რა, ესე იგი ბიჭები სადღაც არა ბიჭებს ესენი ვერ დაიჭერენ, ეს ახლა მატყუებს რაღაცას. ტრამპს ყავს ახლა შენთან ერთად და ტრამპს არა იმას ყავდა მოხიეს ალბათ იმათმა და გუშინდელი ვიდეო რო დავასრულე უეჭველი თავში ჩამარტყეს რაღაც რა და გამთიშეს აქ. მაგრამ არ დაგავიდეთ ამ ვიდეოს დალაიქება, ვიყოვნოთ 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს რომ ხვალე გამოვიდეს მომდევნო და უფრო საინტერესო ვიდეო. ეს რა არის წინ? ძმა აუ, საწყალი მენა რა ჭირს ამას შეხედე. კი, მაგრამ ეხლა ამ კუნძულზე რა ხდება? ან მე როცა მქონდა მაგ დროს, ჩემის რა არის თო? დახოცველი ჯარისკაცი გააჩერე? რა ხდება თო? აქ ეს ჯარისკაცი აგერ მკვდარია აშკარად. ნეტა ვინ მოკლა? ჩემი ბიჭები დაჭერილი ყავთ არა? დაჭერილი ყავს, ნუ გაკ მაგის იმედი, სხვა რაღაცის ბრალია. მოკლედ ამ კუნძულს ყოველდღურად 1000-ობით ადამიანი უტევს რა. არა, ხო ძმა, ვიღაცა სხვა მოკლა და ჩვენი ბიჭები რაღაც დაჭერილი ყავთ. კი ბატონო, დამალაპარაკეთ მაშინ ახლა რომ მივალთ. როგორც ბატონი ტრამპი მოისურვებს. ეხლა რა ტიპები ხართ რა არის ძმა, ეს დაცვა აქეთ-იქით რატო ყრია კი, მაგრამ შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია და ყოველ ახალ მომხმარებელს CS:GO Fast-ის საჩუქრად გადასცემს ერთ random case უფასო და გახსენით winter case-ები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. ოკეი, ჩამოვედით. აქ არიან არა? გწოდნია? ჩემი სასახლე არის ეს ძმა. გაგვატარეთ თუ შეიძლება. შევედით. წინ. ნახე აქ რა ლამაზი განათებები და უმონტაჟებიათ. სააღოლ დედასპიცა ვარ? აგავაჩერო? მარჯვნივ.
აქ რა ხდება? რა ხდება რა კომებიყრია კი მარა. გეუნები, ჩემი ბიჭები მეძებენ, ბიჭო, ანუ ვერსად ვერ გაიქცევით, უბრალოდ შეუძლებელია რომ თქვენ აქედან სადმე წახვიდეთ. აქეთ რა ხდება არ ვიცი. სად არის აბა ტრამპი? მარცხნივ. ტრამპი არა ისო, ტრამპს რა უნდა ეხლა აქ და ისე რა, კაი განათებები და რაღაცეებია. საღოლ კაი გრაფიკა ნამდვილად იმსახურებს ეხლა ეს ვიდეო 10,000 ლაიქს და ხადაობ. იცოდე, ბატონოთი მიმართე. ბატონოთი არა, იმის მიმართო, ბიჭო, მართლა ტრამპიტო, მართალი ყოფილა. გამარჯობათ. ესე იგი, შენ ხარ ის თავხედი, რომელსაც იყო იმის გამბედაობა, რომ აქ ჩემს კონსოლზე ჩამოსულიყო და სროლები აეტეხა. აბა ერთი მითხარი რა არის შენი მოტივი? ზაბოს სანამ ეს საუბარს დაიწყებს. გააჩუმდე ბიჭო შენ. გაჩერდიო შენ გითხრეს. კაი ტიპია ტრამპი, ხო იცი? მე რო ვიტყო მაგას ნუ გაიმეორო, თორე სხვაშიც ვიგენებს ვაჭმევ შენ თავს. ძმა, დაწყრდი ცოტა. ტრამპს ბიჭო, რანაირად ელაპარაკები? კაი, მენ ეხლა ამას უყურია აქ რა. დროზე მოყევი აქ რა გინდოდა? შალვას ვეძებდი და აქ ეს სხვათა შორის ჩემი კუნძულია. შენ ბიჭო 1-2 დღე რო გაგაჩერეთ და აქ მართლა ხო არ გონია რომ ეს კუნძული შენია. ეს კუნძული და ძალიან დიდი ხანია ჩემაც მაგასმა მე დამიტოვა. იცი საერთოდ მიწისქვეშ რა ხდება? აბა თუ არის შენი კუნძული მითხარი. მიწისქვეშ სარდაფებია. მაგ სარდაფების დაბლა? დაბლა კიდე სარდაფებია? ბიჭო, დამიჯერე, არ გინდა, არც სურვილი გაქვს რომ იქ ნახო რაც ხდება. იქ ხდება რაც ხდება. ესე იგი, დროზე მოყევი ახლა რა გინდა მეთქი აქ ბიჭო. გითხარი, შალვასი მეგონა, უბრალოდ მეგონა რომ ერთი შალვა არის ჩემი მეგობარი, რომელმაც ყოფილი მეგობარი მომპარა 500 მილიონი დოლარი და აქ მეგონა რომ იმალებოდა რა. ხო და მაგ მეგონას გამო რომ ჩამოხვედი აქ ამიწიო კი ყველაფერი რომელიც ტელევიზიაში გავიდა ბიჭო შენ ხვდები ტელევიზიაში 1 მილიარდ დოლარს გადაიხდი კომპენსაციის სახით. გასაგებია? არ მაგის მაგრამ რა გადაგიხადო? გინდა ხა გადაგაგდო ზღვაში. ბოს ედი სიამოვნების ვისვრი. ერთ წამი შენ გაჩერდი. გაჩერდიო შენ გითხრეს. აუ, მოისროლით. ოპ. გაჩე ერთი წამი. ტრამპს მეორეჯერ მათი აღარ ემართო. 1 მილიარდი დოლარი რის გამო? იცი შენ, რამხელა ანტი კამპანია არის შემწნევად აქაც ხელისროლების გამო. ყველგან ავრცელებენ რომ ტრამპს კუნძულზე შეთქმულების რაღაცები ქონდა. ტრამპს ხალხი ებრძვის. ტრამპს კარტელი ყავს ეგ ჩაყვანილი და თქვენ არის როლების მოყვარული ხალხი მინდა აქ კიდე ბიჭო. 1 მილიარდს თუ არ მომიტან შენი ძმაკაცები ჩვენთან იქნებიან. ოპა. რა უპა ბიჭო? ჩემი ძმაკაცების გარეშე 1 მილიარდ დოლარს ფიზიკურად ვერ მოგიტან. მომიტან. ან შენთვის მოქვს სამუშაო. აუ, იმენა ყველაფერი ყოველთვის როგორ მეორდებადო. ესე იგი, ერთი კაცისთვის არის მოკლედ ეს სამუშაო განკუთვნილი. გამიგეთებ რამოდენიმე საქმეს, კი ბატონო, შენი ძმაკაცები შენთან ერთად წამოვლენ. ვერ გააკეთებ, მომიტან 1 მილიარდი და წავულენ. და რამდენად რთული აქვს საქმეები? ბლეიქ მომბახართ, ვიცი რომ თქვენთვის რთული არაფერი არა, ამიტომ ჯექი ხართ ფრინავში. და წადი. ჩემი ძმაკაცებთან ერთად აქედან არ წავალ მეთქი. ბიჭო, შენს დაგხოცო. და შენს ძმაკაცებსაც ზედ მოგაყოლებ და რა გინდა, აუ ბიჭო, რა გავაკეთო, პროსტა მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ უკვე დავიღალე ისეთი რაღაცეებით რა. ზა მომაცილეთ, უკან არის ფრინავში ჯექი წადი შენ ფეხში მოხოდით. ამ წვიმაში? აბა ეხა შეგიფა რო წადი. და დაკავშირდებიათ ჩემი ხალხი, რო იქ დავალებები შეასრულო. ვახ. ბოს, მე მეთვალყურებ ამას თუ შეიძლება. რაც είναι ეს გიქნია. ტრამპი არა და რა კაცი მეგონა, კაი კაცი მეგონა და თურმე ვინ ყოფილა? ეს ყოფილა ტირანე ბიჭო, ეს ვინ არისო? დაითადე ბიჭო. წადი შენ კიდე აქედან რა, წავედი ეგ ერთი ფრინავი. სად გიყენიათ ერთი რა? ბიჭები, ან არიან ამათთან და ან არა, მე ხა წავალ და ბიჭები ერთთან და მიკავშირდებიან. უეჭველი არ ყავთ, ამათ შანსი არა, ეხლა უბრალოდ ეძებენ ბიჭებს რა და თვითფრინავით ეხლა არ ვაფრინდები. დავიწყებ ახლა კონსოლის შემოვლას და პირდაპირ ბიჭებს მოვძებნი, იმიტომ რომ შანსი არა რომ ბიჭები ამათთან იყვნენ, იმიტომ რომ რამდენი ტიპი ეგდო ახლა და ჯარისკაცები თავს არ დაიხოცებოდნენ. მე პროსტა ალბათ გაიკიდნენ გუშინ ისინი ვიღაცებს, მე ვიღაც მოვიდა ჩემთან თავში ჩამარტყა და დამითრიეს აქ რა. დამიცადე. რა გინდა ბიჭო, რატომ მომყვები? შენთვის ვიგეუნები. ტრამპთან თამაშს არ გირჩევ. ყველაფერი უნდა გააკეთო, რასაც ის კითხვის, ამიტომ თუ გინდა რომ შენი ბიჭები დაბრუნდნენ და შენთან იყვნენ ჭკვიანად მოიგეცი. ეს კიდე რა თამაშობს აზე არა ვარ რა. სამუელ ჯექსონი. წავედი, გადი ბიჭო აქედან. ეს როგორ ავაფრინო კიდე აქედან რა იყო, მე ცუდი ადგილას ვერ დამისვეს ვერ თფრენი. ცუდი ადგილი შტორმი. პირდაპირ ახლა გავიქანები ტრამპს ხეთქავ ამას, მაგრამ აზრი. რას მოვიგებთ მე მაგით ვერც ვერაფერს. დავაი მოვატრიალოთ. არ დაგავიწევთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, წავიდა ძმა. დახურეში ასე ეგ არის. წავედი ახლა კუნძულზე უნდა მოვნახო ბიჭები, მაგრამ ამ წვიმაში ბიჭო, ბიჭების მოძებნა არ გინდა გადაობ. შანსი არა გვაქვს, იარაღიც აღარ გვაქვს უკვე. არა, იმენა გამორიცხული ახლა ამ წვიმაში, აქ ფიზიკურად ვერ ვნახავთ ვერავის გადაობ ბიჭო. ეს ცოტა
ცუდია. ზემაინც იყოს იმას დავინახავდით მაინც. მაგრამ რატომ მომატყუებდნენ ესე რომ მოტაცებული იყავდათ? მაგრამ ბიჭები დაგვიკავშირდებიან თვითონ შანსი არა. ეხლა ამ კონსოლზე რო გავჩერდეთ დამიჭერენ ესენი კიდე რა. ეხლა ვეჭველი თვალს მადევნებენ. ვერტფრენში შეიძლება რამე GPS და რაღაცეები აქვთ. და აქ რო დავჯდე გამორიცხული არა, მაგრამ გავაკეთოთ ეხლა არ დავჯდე ბიჭები რო აქ იყვნენ და მართლა დაჭერილი არ ყავდეთ 50-50-ია მოკლედ ჯობია რომ ისო მაინც ქალაქისკენ წავიდეთ რა და აუყვნოთ ეს თო 10,000 ლაიქზე და არ დაგავიდეთ Black Mamba-ის Mamba box-ები შეძენა რომელიც ძალიან მალე ამოიწურება. ასევე ეს აქამდე ვიდეოში არ მithქვას, მაგრამ Black Mamba-ის თითოეული გაყიდული პროდუქტიდან 5% მიდის ქველმოქმედებაში. ანუ ეს შეიძლება 5% ესეთი არაფერი არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ ბევრი პროდუქტი იყიდება და ყოველთვიურად გადადებული 5%-ით საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ოკეი, სად დავეშვა ახლა მე საწავიდი? აქ რა გავაკეთო? ფული მე არა მაქვს, აფერი მე არა მაქვს, ბიჭები ჩემთან არიან. რაღაც უნდა გავაკეთო ახლა. ლესტერი უნდა მოვძებნო. აი ლესტერი პრინციპში დაიცადე. დავეშვათ აქ პირდაპირ ლესტერის სახში მიდი ძმა მიდი. არა რა მოვიდა რა გამიჩალი ჩეს ბიჭო მეღადავები? ტორმოზი აღარ ქონია თვითფრინავს თო?